საჭმელი არ გვაქვს ხოლმე და რა ქვია პურჭამ და რაღაცებს. მუცელი მტკივა ხოლმე მერე და. ფეხსაცმელი მინდა რომ სულ ერთი წყვილით რო არ უიარო. ერთ ოთახში ცხოვრობთ ყველა, მე ჯერჯერობით ტაიმანზე მძინავს რა ქვია, დივანზე მძინავს, ვშლით ხოლმე, კედლებს რა ქვია, ხანდახან სირისტის სუნი ადის ხოლმე და რავი ის დამატება გვინდა ოთახების, რომ შევიდე იმ ოთახში და ოთახი მქონდეს ჩემი. მარტო პური გვაქვს სახში, სხვა არაფერი, რაღაც მაკარონი, რაღაც შაქარი, რაღაც ზეთი, აღარაფერი არ გვაქვს, რომ ბავშვებს ვაჭამო, არც კარტოფილი, რამე რომ საჭმელი ნორმალური გავუკეთო. გრამი არაფერი აღარა მაქვს სახში. ჩემ შვილებს კარგი მომავალი მინდა რომ მივცე. ჩემ ბიჭსაც კი ეხათრება ცოტა ვიდეოს გადაღება რომ ვიღებ დედიკო სირცხვილიაო რომ აწუხებთ ხალხსაო და დედი სირცხვილი არ არის ჩემ ბიჭი. ნავი მინდა რომ კარგად იყო. ცუდათა ვარ და გამონაყარი მაქვს ბოდიში თქვენთან თელ სხეულზე. რატო აჩენთო ბავშვებსა თავრობამ გირჩინოთო ბავშვებიო მაგიტო აჩენთო რომ უთხრა ეგ როგორ შეიძლება მეთქი მაგას რომ ლაპარაკ ღმერთის არ გეშინიათ მეთქი.